კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, ეს რადიო იმედია და ახლა მოკლედ და მარტივად გაგაცნობთ ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ. საავტორო უფლებები არის იმ უფლებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოეშვება ავტორს მის მიერ შექმნილ ნაწარმოებთან დაკავშირებით. საავტორო უფლებები იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს, მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოებებია, წიგნები, ბროშურები, სტატიები და სხვა. საავტორო უფლება ნაწარმოებზე მისი შექმნის მომენტიდან წარმოიშობა. ნაწარმოების შექმნილად ითვლება, როცა იგი არსებობს ობიექტური ფორმით, ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტი, ნოტები, ჩანაწერები, ნაწარმოების საჯაროდაა წარმოთქმული და სხვა. საავტორო უფლებების წარმოშობისთვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება, ან სხვა ფორმალობების დაცვა. პირი, რომელიც ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე სათანადო წესითაა აღნიშნული როგორც ავტორი, მიიჩნევა ამ ნაწარმოების ავტორად, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ იქნება დასაბუთებული. ავტორს უფლება აქვს განახორციელოს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის შესაბამისი ფორმით რეგისტრაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. ასევე გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც შედგება 3 ელემენტისგან. პირველი, ლათინური ასოსი წრეწირში. მეორე, განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი. მესამე, ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. მსგავსი ტიპის გამოგონებაზე სახელმწიფოს მიერ შესაძლებელია გაიცეს პატენტი. ამით დასტურდება პირის განსაკუთრებული უფლება მის გამოგონებაზე, რომლითაც შეიძლება აიკრძალოს გამოგონების უნებართვო გამოყენება. საყურადღებოა, რომ ყველა საავტორო უფლება არ ვრცელდება დროში შეუზღუდავად. საავტორო უფლება მოქმედებს უშუალოდ ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც ნაწარმოები თანაავტორობით არის შექმნილი, საავტორო უფლება მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს უვადო საავტორო უფლებებიც, როგორცაც წარმოადგენს ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლება, სახელის უფლება, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ დაცული. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი მარიამ ჭილაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.